მე ვარ ნიკოლოზ დევდარიანი, 11 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კალათბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს კალათბურთის თამაში. 3 წელია თამაშობ პროგრესის გუნდში. ეს გუნდი არის ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში. ჯერ დავდედი კარატეზე. 2 წელი. მე დავიწყე ჩემ მეგობრებთან თამაში კალათბურთის და ძალიან მომეწონა. და გადავწყვიტე კალათბურთზე ვიარო. ჩემ მწნეელს ქვია ჯაბა მასელებელი. ხანდახან სერიოზულია, ხანდახან მხიარული. რაც თავარია უყვარს კალათბურთი და ბავშვები. ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის მაიკლ ჯორდანი. საყვარელი გუნდია ლოს ანჯელეს ლეიკერს. მე მინდა გამოვიდე ან კალათბურთელი, ან კარგი ბიზნესმენი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშობდი 7 ნომერით. პარკეზე ყველაზე კარგად გამომდის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ორნაბიჯში შეცვლა. 8 წლის რომ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე კალათბურთელი გამხდარიყავი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. მე ვაპირებ კალათბურთი ვითამაშო 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება მშენებლობა. მე აუცილებლად ავაშენებ ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნება 5 სართულიანი, დიდი ეზოთი. მე და ჩემი ცოლი ვიცხოვრებთ მე-3 სართულზე. ჩემი ეზოთს ცოლს მოვიყვან ვიქნები 20 წლის. მეყოლება ერთი შვილი, რომელსაც დავარქვენ ალექსანდრეს. ჩემ ცოლს დავარქვენ მარის. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მინდა კალათბურთის კარიერაში შემოშალოს ხელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დათო ხალვაში. ყველაზე ჭკვიანია რეზი ბეჟანიძე. ყველაზე მშვიდია მარი შარაშიძე. ყველაზე ცეუქია დემე კოჩალიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია დათო ჩხაიძე, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული და მხიარული არის. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მექნება სამსახური და ხელფასი. ჩემი აზრით ხელფასი მექნება 10,000 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი ლეიკერს. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, ბებია და ძაღლი. დედის ერთობა კარგია, იმიტომ რომ ბევრ ყურადღებას მაქცევენ. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, კეთილი, გამგებიანი და გულთბილი. ბებია არის კეთილი, მზრუნველი და ლამაზი. არის კარგი დიასახლისი და კარგ საჭმელებს აკეთებს. ძალიან მიყვარს ბებიას სამშემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს შაუმას. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია სტეიკი. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ხატავ პეიზაჟს. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს შავი. მაგრამ ძალიან მუქია და უბრალო. ყველაზე რთულია ძაღლის დახატვა. ადვილია სახლის დახატვა. ხატვა არის ჩემი ჰობი და მანიჭებს სიამოვნებას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში და სვანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ მეგობარ საბა ჯოიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის PlayStation 5. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.